How are you? Will you sit down? The first thing I want to say is that for us it's important to remind ourselves and our friends it's very disappointing. პირველ რიგში ყოველთვის მნიშვნელოვანი ჩვენთვის რაც არის რომ შეგახსენოთ რომ ამერიკის შეერთებული შტატები არად უწევს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს განსაკუთრებით ამ რეგიონის ხალხის დაშორებულებას ჩვენთან ამყარებას და აუცილებელია რომ აღდგეს და ყველა ძალისხმევა იქნას გამოყენებული იმისთვის რომ აღდგეს ჰუმანური ადამიანური კონტაქტები ამ მხარეებს შორის და ყველაფერი უნდა იქნას გაკეთებული ამ თვალსაზრისით. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რითაც ჩამოვედი მე ეს არის წინა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდის შეფასება. ჩვენ გახსოვს შარშანდელი წინა საპარლამენტო არჩევნების პერიოდი, როდესაც იყო გარკვეული საშიშროება ძალადობისა. და მე აქ ამ ვიზიტის დროს შევხვდი სხვადასხვა მხარეების წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ოფიციალურ პირებს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და სიტუაცია ისე ჩანს, რომ იქნება სიმშვიდე და სიწყნარე არჩევნების წინა პერიოდში. ჩვენ ივლისში გვქონდა ეს შემთხვევა, როდესაც პრაიმერის კამპანიის დროს იყო შემთხვევები ბოთლების ერთმანეთს სროლის და ქვების ერთმანეთს დაშენის, მაგრამ წინა კამპანიის შემთხვევაში აბრად დაგვეთერთი პირის წინ იყო, სრულად მშვიდობიანად ჩაიარა იმ პროცესმა და მე ახლა უკვე ამ შეფასებებიდან, ახლანდელი შეფასებებიდან დარწმუნებული ვარ და ასევე საზოგადოებაც დარწმუნებულია, რომ თვითონ არჩევნების პროცესი მშვიდობიანად ჩაიარს. მე გარდა ამისა ძალიან მოხარული ვარ პოლიციის დამოკიდებულებით ამ არჩევნებისადმი იმ თვალსაზრისით, რომ პოლიცია სრულად მზად არის, რომ აკვეთოს თუ რაიმე დარღვევა იქნება, მაგრამ თავისთავად პოლიცია შეინარჩუნებს და ეს აუცილებლად მნიშვნელოვანია სრულ ნეიტრალიტეტს და არჩევნების დროს, არჩევნების პროცესში იქნება სრული ჩაურევლობა პოლიციის. ნაწილობრივ ბატონ მელჩმა ისე უფრო წინა საარჩევნო გარემოზე მე მაინტერესებს მისი დაკვირვება. რამდენად თანაბარია წელს წინა საარჩევნო გარემო ყველა პრეზიდენტობის კანდიდატისთვის და ასევე ერთი წელი სრულდება 1 ოქტომბრის არჩევნებიდან და მაინტერესებს მისი დაკვირვება, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში პოზიტიურად თუ ნეგატიურად და რა არ შეცვლილა. I think the candidates all have a perception that მე მგონი კანდიდატებს აქვთ სრულიად რეალური აღქმა იმისა, რომ მათი კანდიდატი უნდა იყოს წარდგენილი საზოგადოების წინაშე და საზოგადოებრივ to have the votes individual votes count on election day. და რაც თავარია უნდა მოხდეს ინდივიდუალურად ხმების დათვლა სწორად თვითონ არჩევნების დღეს. შესაბამისად ის პარტიები, რომლებიც შედარებით მცირე ზომის პარტიები არიან, უფრო მეტად იბრძვიან იმისთვის, რომ უკეთესი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ფინანსური რესურსებისადმი. მე იმ ხალხსაც შევხვდი აქ შეხვედრებიდან ასეთი საფიშრება დამჭირ, რომ ისინი სრულიად რეალურად აქვამენ იმ შესაძლებლობებს, რომელიც ყველა კანდიდატს. I thought the people I met with here had a very realistic sense of real opportunity for each of their candidates. წინა წლის განმავლობაში მთლიანად საქართველოს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უფრო მომწიფებული და სერიოზული დემოკრატიის. კოაბიტაციას თავისთავად ადვილი პროცესი არ იყო საქართველოსთვის, მაგრამ ეს ნიშნავდა საქართველოსთვის იმას, რომ ქვეყანა ცხოვრობდა თავისი კონსტიტუციის შესაბამისად და მიხედვით. ქართველებს ძალიან კარგად ესმით ახლა, რომ რაც მათ ახლა ჭირდებათ არის პოლიტიკური სტაბილურობის პერიოდი. Can focus longer term on opportunities. კიდევ არის რაღაც გარკვეული საკითხები მისამართი ამ თვალსაზრისით, რომ ვთქვათ, არ მოხდეს ოპოზიციის გარკვეული ნაწილების სწორედ ქვეშ მოხვედრა ვთქვათ რეგიონებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სასამართლო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ძალიან ზედმიწევნით კანონის ფარგლებში მიმდინარეობს და ზუსტად ზედმიწევნით პროგრამად განხილვა, მაგრამ მე ასე მგონია, რომ დემოკრატიული საფუძველი ნამდვილად მყარია. რამდენად ექნება მედია წინა საარჩევნო პერიოდში იყოს თავისუფალი, ანუ იმუშაოს თავისუფლად და დღევანდელი გადასახედიდან არის თუ არა მედია თავისუფალი? I have met some media representatives and მე შევხვდი მედიის გარკვეულ წარმომადგენლებს, რომლებმაც მითხრეს ესეც საუბრის დროს, რომ მედია უფრო თავისუფალია ახლა ვიდრე ვთქვათ ერთი წლის წინ. და ისინი უფრო თავისი საქმის კეთების დროს ნაკლებად ფიქრობენ პოლიტიკურ ჩართულობაზე და პოლიტიკურ მოძრაობაზე. მაგრამ როდესაც ჩვენ ვიტყობთ იმის შესახებ, რომ გარკვეული პოლიტიკური შოუები უკვე აღარ არსებობს და აღარ იქნება იგივე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ეს გარკვეულ შეკითხვებს აღწევს. მაგრამ ისევ და ისევ რაც მე მოვისმენთ
მოვისმინეთ და რასაც მე შევეხე და რაც მე მესმის საერთოდ მდგომარეობა უმჯობესდება. წლის საპარლამენტო არჩევნებსაც აკვირდებოდით, ანუ წინასაარჩევნო პროცესს. So you observed here. აი რა განსხვავებას ხედავს ამის საუბრობ რამდენიმე ასპექტი, ან რამდენიმე გარემოება Well, when I came here last year, there was clearly a great deal of tension in the and have told me that the things are relatively calm. ახლად კი დღეს რო ჩამოვედი, ეს დაძაბულობა ნამდვილად არ მიგრძნია და თვითონ პარტიებმაც მითხრეს, რომ სიტუაცია შედარებით მეტნაკლებად უფრო შვიდია. I think another thing we've seen in the past year is that the so-called cohabitation here in Samagrelo and Zugidi has actually been a model for the rest of the country. Რაც დავაკვირდი მე და რა შევამჩნია არის ის, რომ წინა წლის განმავლობაში რაც მომხდარა კოაბიტაცია, ეგრეთ წოდებული კოაბიტაცია, რომელსაც ქვეყანაში აქვს ადგილი სამეგრელოს რეგიონში, რაც არსებობს, არის სრულიად სამაგალითო და მოდელად შეიძლება იქნას გამოყენებული.